დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გუშინდელი კონგრესის ახალ კონგრესის შეკრება და მათ თავად გამოხატეს ეს პოზიცია, რომ 15 წუთში ოფიციალური კონგრესის ახალი შემადგენლობის შეკრებიდან უკვე საქართველოზე იყო საუბარი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მრავალწლიან მეგობრობას და პარტნიორობას ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოსი და იმ ერთგულებას იმ ღირებულებებისადმი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის ახორციელებდა და გვერდში ედგა ყოველთვის ქართველ ხალხს. აქ საუბარია ქართველ ხალხზე, ის თუ რა სურს ქართველ ხალხს და ამას ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერი ხელისუფლება, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, ყოველთვის იდგება ქართველი ხალხის გვერდით. ეს აქტიც წარდგენა ამ აქტისა ზუსტად მართლაც 15 წუთში ოფიციალური კონგრესის შეკრებიდან კიდევ ერთი დასტურია ამისი და მე მგონი ის ასე ვთქვათ, ახალი რედაქცია, რომელიც უკვე მოიცავს არა მარტო ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის წევრების, არამედ ქართული ოცნების ყველა წევრის და მათი ოჯახის წევრების, ასე ვთქვათ, შესაძლო დასანქცირებას ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ აქ მარტო რაღაცა მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმს კი არ ებრძვიან ამ ქვეყანაში და კი არ ვებრძვით ჩვენ ყველანი პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს სანქციების და ეს მხარდაჭერაც გამომდინარეობს ქართველი ხალხის მიერ უკვე დასანქცირებული ეგრეთ წოდებული რუსული რეჟიმის მიმართ, იმიტომ რომ გარეთ ვინც ხალხი დგას, ეს არის ქართველი ხალხის მიერ, ასე ვთქვათ, მოპოვებული მხარდაჭერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოყვება კიდევ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა მსოფლიოს სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყნებში და თქვენ უკვე ნახეთ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდა, გერმანია იყო შემდეგი ქვეყანა, რომელმაც სანქციების ახალი რეჟიმი დააწესა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩართულები იყვნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, ცემაში და არაადამიანურ მოპყრობაში. ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება ის ფაქტი თავად, რომ ეს სანქციები ჩვენს, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, რეპუტაციას და ქვეყანას როგორც ძალიან დიდ ზიანს გვაყენებს და სულ არაფერი არ იყოს, მარტო ამისთვის არიან ეს რუსული რეჟიმი გასასამართლებელი, იმიტომ რომ ისეთი რეპუტაციული ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას, რომ ამ ზიანის გამოსწორება ძალიან დიდი დრო დაჭირდება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ის მხარდაჭერა და ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი შეგვაძლებინებს ჩვენ ყველაფერს, რომ ამ ხელისუფლების მოშორების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მოშორების შემდგომ დროულად შევძლოთ ჩვენს პარტნიორებთან და ჩვენს მეგობრებთან ტრადიციული, ასე ვთქვათ, იმ თანამშრომლობების გაგრძელება და იმ სარგებლის მიღება, რასაც ჩვენი ქვეყანა 33 წლის განმავლობაში იღებდა ამერიკის შეერთებული შტატებისგან, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, თავდაცვის სექტორის მხარდაჭერა, ჩვენი ჯარის მშენებლობა, იქნებოდა ეს განათლების მიღება თუ სხვადასხვა რეფორმები, ამიტომ ეს მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მას შემდგომ, რაც საქართველოს ჩამოვაცილებთ ამ რუსულ რეჟიმს და ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გასაკეთებელი საქმე გახლავთ. ქალბატონ ნინო, მე მინდა კითხოთ ასევე ქართული ოცნების პროპაგანდის შესახებ. ჩვენ გვესმოდა ძალიან ხშირად არალეგიტიმური ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, იგივე პრემიერ-მინისტრის და არა მხოლოდ მისი მხრიდან, რომ მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში მოხდება დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, შეიცვლება ამერიკის პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს მისამართით და აი ამ პროპაგანდას, ხო, რასაც ჩვენ ვუსმენდით თვეების განმავლობაში, საფუძველს აცლის უკვე შეერთებული შტატების ეს ნაბიჯები, მათ შორის მეგობარი აქტის ხელახლა წარდგენა ამერიკის კონგრესში და რეალურად ბათილდება ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების მტკიცება, ალბათ რომელიც მიმართული იყო მხოლოდ მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერების მისამართით, თუ კი ასეთი დარჩა ქვეყანაში, რომ თითქოს და დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ შტატებთან ურთიერთობები დაალაგდება და გვახსოვს ასეთი ფრაზაც ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომ ურთიერთობების გადატვირთვა
უნდა მოხდეს. ფაქტია, რომ შეერთებული შტატები დონალდ ტრამპის რეზიდენციის პირობებშიც არ აპირებს ქართულ ოცნებასთან ურთიერთობების, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში გადატვირთვას, იმ შემთხვევაში თუ კი იმ ფონზე თუ კი ხელისუფლება აგრძელებს აი ამ ანტიდემოკრატიული და რეპრესიული ნაბიჯების გადადგმას. აი ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია? ხო, იცით რა, მე მგონი ამაზე არაერთხელ გვისაუბრია ლამის ყველა ეთერში. ეს არის, როგორ გითხრათ, რუსული მენტალობის ადამიანების და ეს ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების ხელისუფლება ნამდვილად არის რუსული პუტინის მსგავსი ხელისუფლების რაღაცა კლონირება. ამიტომ მათი როგორ გითხრათ, მენტალობა და ცოდნა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკისა იმდენად რა ვიცი, რაღაცა უკალასობა ქვია ამას, როგორ გითხრათ, პოლიტიკური უკალასობა, რომ რაღაცა დამოკიდებული და გონია, რომ როგორც ახლა რუსეთში ვიღაც ბიზნესებს და მკვლელებთან და ბანდიტებთან საქმეს დაალაგებდა ბიძინა ივანიშვილი, ისე შეუძლია ვინმესთან ნებისმიერ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ვიღაცასთან დაალაგოს დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყნებთან. ასეთი რამე არ ხდება. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს და მათი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიერ აღიარებულია, რომ რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ყველა ის ქვეყანა, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი მეგობრობს და ასე ვთქვათ, ახლობლობს და ალაგებს სიტუაციას, ყველა ეს ქვეყნები გახლავან ამერიკის შეერთებული შტატების მტრები. ამიტომ თუ ვინმეს რამე ილუზია გააჩნია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მტრებთან ამერიკის შეერთებული შტატები რამე მოლაპარაკებას გამართავს და ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ეს მოლაპარაკებები რამე მიმართულებით განვითარდება, ნუ არ ვიცი. მე მოუწოდებდი პირველ რიგში იმ ბიზნესმენებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც კიდე ჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაალაგებს ტრამპის ადმინისტრაციასთან, დროზე გამოეცალონ, იმიტომ რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართული არის საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებისთვის, საქართველოში რუსული რეჟიმის გამტკიცებისთვის, ყველა ის ადამიანი აუცილებლად მოხდება ამ სანქციების და მათი ოჯახის წევრები. ამიტომ სანამ კიდევ დრო აქვთ, აუცილებლად გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ამაზე უფრო მეტად აღარ გაირთულონ თავიანთი, ასე ვთქვათ, ცხოვრება და ყოფნა ამ ქვეყანაში და დროზე გამოეცალონ ამ რუსულ რეჟიმს, იმიტომ რომ ფაქტიურად იცით რა არის, ეხლა არის რაღაცა ჩვენ არ ვაპირებთ არც სამოქალაქო საზოგადოება და არც ქართველი ხალხი განებებას ამ ბრძოლაში, არც დაღლას ვაპირებთ, ამიტომ ჩვენი ბრძოლა იქნება ურყევი, მშვიდობიანი და გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და ჩვენი პარტნიორების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა იქნება სრულიად ადეკვატური და შესაბამისი იმ ბრძოლისა, რასაც ჩვენ განვახორციელებთ. ამიტომ მათ ასე ვთქვათ, კიდევ თუ ვინმე არის კიდე დარჩენილი, იმიტომ რომ მე ასეთ ადამიანებს უკვე ნამდვილად აღარ ვიცნობ, თუ ვინმე არის კიდე მათ მხარეს დარჩენილი, აჯობებს მათთვის, რომ დროზე გამოეცალონ ამ რუსულ რეჟიმს. კი ბატონო, და მეგობარი აქტის გარდა ჩვენ ვიცით, რომ კიდევ იგეგმება უახლოეს დღეებში კიდევ ერთი დოკუმენტის წარდგენა და ეს არის ქართული კოშმარის არაღიარების აქტი. ასე ქვია მას ოფიციალური სახელწოდება და უკვე ვიცით, რომ შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების უმრავლესობა უკვე ქართულ ოცნებას, როგორც ქართულ კოშმარს ასე მოიხსენიებს, ხომ? და ამ დოკუმენტით გათვალისწინებული იქნება ის, რომ არ უნდა მოხდეს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის აღიარება და ასევე ეს დოკუმენტი ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, პრეზიდენტად უნდა იყოს აღიარებული სალომე ზურაბიშვილი, იქამდე ვიდრე ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი არჩევნები, რომელიც იქნება სამართლიანად და დემოკრატიული პრინციპებით ჩატარებული, ხო? აი ეს ახალი დოკუმენტი კიდევ ერთი ნაბიჯი შეერთებული შტატების მხრიდან რას ნიშნავს, რისი მანიშნებელია და აქვე უნდა კითხოთ საბოლოო ჯამში მოუწევს თუ არა ქართულ ოცნებას, რომ გაითვალისწინოს ამდენი იგივე მაგალითად მოწოდება, განცხადებები, კრიტიკული, მათ შორის მკაცრი ნაბიჯები, ასე ვთქვათ, პარტნიორების მხრიდან და საბოლოო ჯამში შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა. ხო, იცით რა, ქართული ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებს
ეს კრიტიკული შენიშვნები და მოწოდებები აღარ გახლავთ უკვე, ეს გახლავთ ის სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და ქართველი მაღალჩინოსნების მხრიდან უკვე დაწესებულია და აქ საუბარია იმაზე, რომ ეს წრე კიდევ უფრო გაფართოვდებაო და ძალიან მალე შევა ეს ყველაფერი დღის წესრიგში. ამიტომ არ ამგონია, რომ რამე დანდობა იმ ადამიანების მიმართ და ანუ რაღაცა შეღავათების გაწევა, ვინც უკვე ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და დემოკრატიას, ამ ადამიანების მიმართ ეს სანქციების რეჟიმი გაგრძელდება და მათი ოჯახის წევრების მიმართ, ამიტომ თუ რამეს ასე ვთქვათ, მოსმენა უნდათ და გაგება უნდათ, ერთადერთი რაზეც ჩვენ მათ ვესაუბრებით, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება სასწრაფოდ 51 იმ პატრიოტი ადამიანისა, რომელიც სრულიად ყოველად უბრალოდ ზის ეხა ციხეში და აწამებენ ამ ადამიანებს და ახალი თავისუფალი არჩევნების დანიშვნა საერთაშორისო მეთვალყურეობით და იმ პირობებში, სადაც არსებული ადმინისტრაცია და ეგრეთ წოდებული ხელისუფლებას არანაირი ჩარევის მექანიზმი არ ექნება. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ამიტომ დღეს თუ არა და ხვალ აუცილებლად მოუწევთ ამის გაკეთება, თუ არა და ის სანქციები და ის საერთაშორისო იზოლაცია საბოლოო ჯამში, რომელიც მათ წინააღმდეგ დაწყებულია და ყოველდღიურად დღეს 4 იანვარია და არ გაჩერებულა მე მგონი მსოფლიო, ნახეთ რომ გერმანიამ რა ვიცი ახალ წელს ღამის 12-ს უკდა 15 წუთი რომ სანქციები გამოაცხადა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება, მათი იზოლაციის პროცესი გაგრძელდება და ჩვენ აუცილებლად მივახწევთ იმას, რომ დაინიშნოს თავისუფალი ახალი არჩევნები და ქართულმა ხალხმა ნათლად გამოხატოს თავისი, ასე ვთქვათ, უფლება იმისა, რომ ყავდეს ის ხელისუფალი, ვინც მას წაიყვანს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ვინც გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, აუხდენელ კი არა და რა ვიცი, ამ ნანატროცნებას, რომელიც კანდიდატი წევრი ქვეყანა ვართ უკვე აქამდე მოვედით. მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე. ამიტომ ეს დღე მე ვფიქრობ, რომ ძალიან შორს არ არის, ძალიან მალე ეს დღეც დადგება. უბრალოდ მათი არჩევანია, რას გააკეთებენ, ჩაყვებიან პუტინის რეჟიმს ბოლომდე, თუ უფრო ნაკლები, ასე ვთქვათ, ნაკლები ზიანით შეუძლებთ ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას. ამაზე არის ეხლა საუბარი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, იმიტომ რომ ყველა პირობა გაგვაჩნია ამისა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე იმ მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს მიმართ არის, მართლაც უპრეცედენტო გახლავთ. ასეთი მხარდაჭერის მქონე ქვეყანა მართლა არ მახსენდება საქართველო და უკრაინა შეიძლება ჩაითვალოს ასეთ ქვეყნად და იმ მეგობარ აქტში და იმ არაღიარების დოკუმენტში სწორედ ეს წერია, რომ საქართველო ყოველთვის იყო ნომერ მეორე ქვეყანა საერთაშორისო დახმარებების მიღების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მხარდაჭერის კუთხით. ამიტომ ეს პროცესები გაგრძელდება აუცილებლად და ძალიან მალე ვიზეიმებთ ყველა ერთად გამარჯვებას. აუცილებლად მოუწევს ქართულ ოცნებას გათვალისწინება ამ პროცესების და ნამდვილად ქართველი ხალხი ძალიან მალე იზეიმებს გამარჯვებას და თქვენ ახსენეთ მხარდაჭერაც, უპრეცედენტო მხარდაჭერა, როგორც ევროპის, ასევე შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მისამართით და მე ისე უნდა დავუბრუნდე ახლა მეგობარი აქტის შინაარსს და ბოლო კითხვა მექნება თქვენთან ამ დროისთვის. ქალბატონ ნინო, მეგობარი აქტის შინაარსი რომ ჩავშალოთ, ასე ვთქვათ, მაყურებლისთვის კარგად გასაგები იყოს და რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, რომ ეს დოკუმენტი, ეს ახლა უკვე 23 გვერდიანი დოკუმენტი არ გულისხმობს მხოლოდ რაღაცა დასჯის მექანიზმებს, გასაგებია, იქ ძალიან მკაფიოდ და ნათლად არის განმარტებული, რომ უნდა დაუწესდეთ სანქციები ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, მათ ოჯახის წევრებს, ყველა იმ პირს, მოკლედ, ვინც პასუხისმგებელი არის ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვაზე, თუმცა ამის გარდა ეს დოკუმენტი არის ქართველი ხალხის მხარდამჭერი და აი
დეტალურად რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ მაყურებელს, რას გულისხმობს ქართველი ხალხის მხარდამჭერი დოკუმენტი, აი მას შემდეგ რაც დემოკრატია უკვე ჩვენს ქვეყანაში მიაღწევს იმ ნიშნულს, რაც არის მისაღები დასავლური ცივილური ქვეყნებისთვის და ცივილური სამყაროსთვის, აი ამის შემდეგ უკვე რა სიკეთეები იქნება საქართველოს მისამართით და რას გულისხმობს ეს დოკუმენტი, კონკრეტულად რა მხარდაჭერა იქნება ქართველი ხალხის მიმართ. ამ დოკუმენტში ცალსახად წერია ასეთი წინადადებაც გახლავთ, რომ მას შემდეგ რაც ქართველი ხალხი გათავისუფლდება ამ რუსული კოშმარისგან, აუცილებლად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, მე დოკუმენტის შინაარსს გადმოგცემთ, რომ აუცილებლად გაგრძელდეს ქართველი ხალხის მხარდამჭერა სხვადასხვა მიმართულებებით, იქნება ეს ჩვენი ჯარისკვლავაც აღმშენებლობა, ქართველი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, უფრო მეტი საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვა, მეტი, ასე ვთქვათ, რა ქვია, უვიზო თანამშრომლობის და ასე ვთქვათ, თავისუფალი მიმოსვლის მხარდაჭერა და ყველა ის ღონისძიებები, იქნება ეს ეკონომიკის განათლების თუ სხვადასხვა მიმართულებით, ის სტრატეგიული ჩარჩო, რაც ამდენი წლების განმავლობაში, 33 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ ახორციელებდა, ყველაფერი გაგრძელდება და თან კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ჩვენი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების დაცვით, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის, თავისუფალი მიმოსვლის, მე უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობაზე მაქვს საუბარი და სხვადასხვა ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში თითეული ჩვენთაგანისთვის ძალიან დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით ძალიან დიდი სარგებელი იქნება. აი ეს წერია ამ დოკუმენტში, მოკლედ რო გითხრათ, ეხლა ძალიან იმას პუნქტობრივ განხილვაში რო არ გადავიდეთ, ამიტომ ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის დამოკიდებული ჩვენზე, ქვეყნის შიგნით, ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერაზე, რომელიც გულისხმობს სწორედ აი ამგვარი სანქციების და იზოლაციის პოლიტიკის გაგრძელებას იქამდე, სანამ არ დაინიშნება ახალი და თავისუფალი არჩევნები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან კარგად მიდის იმისთვის, რომ აი ეს რუსული კოშმარი მალე დასრულდეს ამ ქვეყანაში. ნამდვილად ქავტონ ნინო დაგეთანხმებით, ძალიან კარგად მიდის ჯერჯერობით ყველაფერი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე და ძალიან დიდია იმ ბენეფიტების და სიკეთეების ჩამონათვალი, რაზეც ახლა თქვენც ისაუბრეთ და რაც არის დეტალურად ასახული ქართველი ხალხის მხარდამჭერ მეგობარ აქტში, რომელსაც ქვეყანა მიიღებს უკვე მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შეიცვლება ოლიგარქიული რეჟიმი და პროცესები წარიმართება ისე, როგორც სურს ქართველ ხალხს და როგორც იმსახურებს ქართველი ხალხი, რომელიც უკვე თვეზე მეტია ვიბრძვით, ხო, ქვეყნის უკეთესი ევროპული მომავლისთვის. ძალიან დიდი მადლობა ქავტონ ნინო ჩართვისთვის. ეს 39 დღე არის და ყველას გელოდებით პარლამენტის წინ.